სამოქალაქო მოძრაობის დარბაზი სამეგრელოს ხმის პრეზენტაცია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. როგორც დარბაზის დამფუძნებლები აცხადებენ, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის მიზანია დაიცვას ქართველი ხალხის მონოპოვარი, მოახდინოს ნებისმიერი საქმის ლუსტრაცია და აკონტროლოს ხელისუფლება. დარბაზის მრჩეველთა საბჭო 25 პირისგან შედგება, ხოლო მოძრაობას ამ ეტაპზე 400 წევრი ჰყავს. დარბაზის ერთ-ერთი დამფუძნებლის თენგიზ ჯგუშიას განმარტებით დარბაზის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ საზოგადოება დაცული იყოს ინსტიტუციებისგან და შესაბამისად ხელისუფლებაც საზოგადოებისგან. დარბაზის დამფუძნებლებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში პრიორიტეტები დალაგებული არ არის. ასევე ითქვა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და მაგალითისთვის 8 მარტს ანაკლიაში წვეულებისთვის გახარჯული 6000 ლარი დასახელდა. თენგიზ ჯგუშიამ განაცხადა, რომ თანამდებობის პირებს ძვირადღირებული მანქანებიდან აუცილებლად მოუწევთ ჩამოსვლა და ამაში დარბაზი უდიდეს წყვილს შეიტანს და აქტიურად ჩაერთვება თვითმმართველობის რეფორმაში. საზოგადოება უნდა იყოს დაცული ინსტიტუციებისგან და ინსტიტუციებიც უნდა იყოს საზოგადოებისგან დაცული და სწორედ აი ეს ორმხრივი ვექტორი. მოქალაქეების მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ მუდმივი და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ იქნება ის მთავარი პრევენცია, ის მთავარი ნაბიჯები, რითაც ჩვენ მივიღებთ ძალიან სერიოზულ პროდუქტს საზოგადოებრივი ცხოვრების. ძლიერ ხელისუფლებას, ძლიერ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, კეთილდღეობა საბოლოო ჯამში. სამეგრელოს ხმა ნიშნავს ერთ რამეს, რომ სამეგრელოს თითოეული მოქალაქის, თითოეული მაცხოვრებლის ხმა იყოს შესმენილი და გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის თუ მმართველობის მიერ. სააგენტოს მოჯის კითხვაზე რაფასიანია თავად ჯგუშიას ჯიპი, რომლითაც ის გადაადგილდება, ჯგუშიას და ჟურნალისტ მალხაზ ბასილაიას შორის შელაპარაკება გამოიწვია. Padrantangi, თქვენი ჯიპი რამდენისა, ანუ რა ღირს? ყველაფერი ცხოვრებაში, თქვენი ძალიან კარგად მესმის, ყველაფერი ცხოვრებაში მივაღწია მხოლოდ შრომით, წვალებით. მე მაქვს აბსოლუტურად გამჭვირვალე, დიახ, თქვენგან განსხვავებით, პირადად თქვენ გპასუხობთ ცხოვრებაში ყველაფერს მხოლოდ შრომით და წვალებით მივაღწიე. დიდი სწავლით, დიდი შრომით, გლეხის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და დღემდე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩემი საპარლამენტო მოღვაწეობა არ დატყვევი არ ჩემს ოჯახს, არ ჩემს სახლ-კარს, მუშაობ, ცხოვრობ, ფიზიკურადაც შრომობ და გონებრივადაც ესე იგი შრომობ 24 საათიან რეჟიმში. აი ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე. ესე იგი, მე გაჩვენებთ ჩემს საბანკო კრედიტს, რომლითაც მაქვს შეძინილი ნებისმიერი ჩემი, ესე ვთქვათ, ნივთი. მე თქვენგან განსხვავებით არავინ არაფერს არ მყიდულობს. მე ჩემი შრომით ყიდულობ, თქვენ შეიძლება გიყიდონ ის რაც ხელში გიჭირავთ. სხვამ, მაგრამ მე არავინ არ მყიდულობს არაფერს. თქვენ გეხებათ პირადად ამ ჟურნალისტს, თორე სხვას არა. სხვადასხვა პირველ არხზე რომ მიგავლინეთ, ჩაგაცვით, დაგახურეთ, შარვალ კოსტუმით მომთხოვა ამ ჟურნალისტმა, ჩავაცვი, ვუყიდე. და აი ესე იგი მიფასებს დღეს რა. თავისუფალი ბრძანდებით არ გაძლევთ ინტერვიუს და წერეთ და იკითხეთ რამდენიც გინდათ რა. ჯერ გოროზიას დავალებები შეასრულეთ, რომელმაც გიყიდათ და ყველა მიცის, რომ მისი ესე იგი ის იყავით მოთხოვნების შემსრულებელი და მე ველაპარაკეთ საზოგადოებას. თენგიზ ჯგუშიამ ასევე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კოალიცია ქართულმა ოცნებამ სამეგრელოს რეგიონში წინა საარჩევნოდ მისი შეთავაზება თანამშრომლობასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა, რამაც ჯგუშიას აზრით გამოიწვია სწორედ ის შედეგები, რომელიც კოალიციამ მიიღო. მე 2012 წლის არჩევნებში აქ მიმეღო მონაწილეობა როგორც ოპოზიციონერ, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ მებრძოლს ალასანიას გვერდში. ძალიან სერიოზულად შევცვლიდი შედეგებს. ამას ხმამაღლად გეუბნებ და საზოგადოებას კითხეთ, ეს თუ არა ვარ მართალი. ანუ მაჟორიტარობის სრული ამბიცია ქონდა. მე კი არა, დაუდგებოდი სხვა მაჟორიტარს მეთქი, როგორც რიგითი მებრძოლი. თენგიზ ჯგუშია ასევე განმარტავს, რომ დარბაზი თვითდაფინანსებაზეა და არც ერთი პოლიტიკური პარტიისგან არ ფინანსდება.